როგორც დაგვიდით მეგობრებო, ელიას მთაზე მოვედით და აქ ადრე ჭიშკარი არ იყო, ეხლა ჭიშკარი დაგხვდა. ავიდეთ მაღლა, ვნახოთ სად რა ხდება ელიას მთაზე და იქიდანაც გადმოგახედებთ. Let's go. არა, სულ ყველა ავიდეთ რა. მოკლედ, ეხლა არის ცოტა ქარი. ხო და ქარია, მაგრამ სანამ ქარს ყურადღებას მივაქცევდეთ, აი ნახეთ რა ლამაზი ადგილია მეგობრებო აქ. ჯერ დაგანახებთ აქ სად ვართ. ხედავთ ხო, მე ვერ ხედავ აქ გარეთ. აი ეს არის ლამაზი ადგილი. არა, ერთ-ერთი მათ შორის საქართველოს ლამაზი ადგილებთან შორის და აი აქ არის ელიას მთა. აქ იყო ელია მეგობრებო, სადაც მან დატოვა თავისი შემოსასხამი და როგორც მე ვიცი ხო, აქ ინახება ელიას შემოსასხამი. იძახე რომ ვითომ არის ეს შემოსასხამი სვეტიცხოველში, მაგრამ სვეტიცხოველში მე მგონი არ არის ეს შემოსაცმელი ელიას მაგრამ ამას საკრალური დატვირთვა აქვს ახლა. შეიძლება აქ სხვა სამოსზე არის საუბარი, გესმით? ხო და ჩემო ოქროებო, შევიდეთ ვნახოთ. აი აქეთაც უნდა განახოთ. მაგარი რაღაცაა. ხრუბლებს ხედავთ? ერთი წუთი გადაიღე რა ამას შემოვიცვე. რა არის? ნახეთ რა საოცრებაა იქით. აი იქით უკვე ჭაჭუნას აღკვეთილია და იქით მივდივართ ჩვენ. აქ ეს მონასტერი დაარსდა სხვათა შორის. ეს მონასტერი რო დაარსდა, რო არსდებოდა ხო? აქ იყო ერთ-ერთი ჩემი პირველი ბერი რომელთანაც აღსარება ჩავაბარე, ნახეთ პირველი აღსარება. პირველი აღსარება მაინც ის არის. აი ეს არის ეკლესია, აი ამ ადგილზე ახლა ავამთ იქ. ნახავთ პატარა ეკლესია, სადაც წესით ელიამ შეისვენა, როდესაც ის გზაში იყო. თან დაგათვალიერებინეთ ესე. ხო და რატო შეისვენა აქ ელიამ, რა უნდოდა ელიას აქ? ხო საკითხავია. კარგი კითხვაა, ხო? კარგი არის ის, რომ იქ თვითონ აი აქ კიბეები, სადაც არის გაკეთებული, სანამ იმ ეკლესიაზე ახვალ. ძალიან მაგარი რამეა. გავიქცევით. გამპატარეთ. დავატოვე უზოთორე. ერთხელ აქ ვიდექი და აი ამ მთიდან გადმოფრინდა, არ ვიცი რა იყო, ბუსარტ, ორბი გადმოფრინდა, ისეთი საუცხო სანახავ იყო. ეს არის ელიას ეკლესია. წავედით. ავიდეთ მაღლა. კიბეები უნდა ნახოთ. ეხლა თუ არ შეცვალეს, ძალიან ლამაზად და ორგანულად იყო ხოლმე ეს კიბეები. აი ამ როგორც შეცვალებენ.
ადგილების საოცრება არა რომ ისეთი ხედია რომ რა ვიცი ულამაზესი ხო არ ვიცი ეს იპოვეს ალბათ აქ და დადეს მაგრამ ეს არ ჩანს რომ აქაური ქვა არის ხო ან შესწირეს Hallo Mima. Es ლეღვის ხე. ქეთი ელიაშვილი ქეთი ეს მთა არის კახეთში დედოფლის წყაროს რაიონში ელიას მთა სადაც აი ამ ადგილზე აშენდა ეკლესია იმიტომ რომ აქ იყო ელია და მისი სამოსელი აქ არის შენახული როგორც ვიცი გადმოცემის თანახმად ხო და ელიას სამოსელზე მეგობრებო ხო ხშირად საუბრობენ ელიას სამოსელზე თუმცა ეს სამოსელი მე სამოსელი კი არა და შემოსაცმელი ხო შემოსასხამი მაგას სპეციალური სახელი აქვს სხვანაირი დატვირთვით იქნება ნაგულისხმები გესმით და ჯერ არ გამცხადებია ეგ ინფორმაცია როცა გამიცხადდება მერე გაგანდობთ მარიამ როგორ მოგწონს აქაურობა ჰა ლამაზია ქდედიკო ხوار გეშინია შენ მარინოს არა მე ამეშინია არა არც მე მეშინია ეს ინტერესო სურათია ხო? დავასკრინშოტებ ახლა ამას. ზარევის სარეკი აი მედია ღია ეკლესია რა ლამაზი ადგილიაო და მადონა წერს ხალენიო და ხალენი ხო ეხა გამახსენდა ეგრე ქვია ამ სამოსელს ელიას ხალენი აბა შევიდეთ შემოდით აქედან ახლა ჩათვლია
აი რა ორგანულად არის ეს მიშენებული ეკლესია კლდეს. ხوار მოატეხეს ეს ხო? მიაშენეს. აი ამ ხალენზეა საუბარი მეგობრებო რა. და ეს ხალენი მე მგონია რომ არის საკრალური დატვირთვის, ოღონდ. რა საკრალური დატვირთვის არის? ხო, გამიცხადდება ესეც. თავარია კითხვა დაისვა. მარიამ, როგორ მოგწონს აქ დედიკო? კარგია? როდესაც წერილი აქვს ადამიანს ხატებზე, ესე იგი ეს ინფორმაციის მომტანია, გესმით? ანუ თავისი იკონოგრაფიას თავისი ენა აქვს და მაგასაც ცოდნა უნდა ინფორმაციის მომტანი. ეს არის მარჯვენა ფრთა ეკლესიის. სადაც აი როგორც ჯვარზე, იქ მაღლა ჯვრის მონასტერზე, ყოველთვის აღევლინება აი ეს ჩონჩხი არის გარდაცვლილების სასუფეველი. და აი აქაც მარჯვენა ფრთაში არის გარდაცვლილების სასუფეველი. ყველგან ეკლესიას აქვს თავისი განლაგებები. ხო, როგორც აქ უკვე ხედავთ, ელია აიტაცეს ცეცხლოვანი ეტლით. ანუ ქართულ ენაში ჩაიხედეთ, რას ნიშნავს ეტლი, ფაიტონი. ხო, ეტლი, ცეცხლოვანი ეტლით აიტაცეს. ის არ გარდაცვლილა, არ მომკვდარა, ხვდებით? აი აქ მწვანე სამოსელი აქვს. იქ წითელი სამოსელი აქვს იმ არაფერს აღარ ვიტყვი, კარგით? ამაზე აღარაფერს არ ვიტყვი. აქ არის წითელი სამოსელი. ხალენი. ხალემი, ხო? ხალემი, სწორად ვიცი? ხალენი, ნთი. უი, ნახეთ. ღვთისმშობელია? ნახე. ხელში აყვანილი ღვთისმშობელია, მე ეს დავინახე ეს ხატი ახლა. ეს ხო თავისით გამოისახა. ანუ თავისით არ გამოისახა, მაგრამ შეარემონტეს ეს ბზარი როგორც ჩანს, აი ბზარი არ არის ეს ნახე. დენი გაიყვანეს თუ რა მოხდა აქ და საინტერესო. წავედით ახლა გარეთ ისევ. სადა სულ ხართ მანდ?
რა ითხოვე? არ ვიცი. ვეძებ. ვეძებ. აი იქ რა უნდა აგურებს? აქ რატო შეალაგეს აგურებინე და არ ვიცი, ნახოთ. აქ რა უცნაური რაღაცა ვნახე ახლა. აი ეს რა არის? ეს ვითომ სათელია, მაგრამ სათვალეებით არის რა. ხედავთ ხო? ეს ქვა იყო ძე დადებული და რა არის რა ყველგან. ეხა ეს ვითომ არის დამთხვევა? არ ვიცი, რა თქვა, არ ვიცი. ესოა. აქ სანთელია დაღვრილი სერიოზული. რაღაცა. რა გააკეთეს ახლა აქ? ამდენი სანთელი ვითომ ადამიანებად დაანთეს აქ? კარგი, აბა ეს ვნახოთ ახლა. აბა ეს რა ჯადოა? ესეც ხო ჯადოა. გავშალო? გაინტერესებთ ხო თქვენს? ხელს არ მოვკიდებ ახლა, მაგრამ აბა გავშლი რა არის. ეხლა ხელთათმანები არა მაქვს თორე. თქვენი აზრით ეს ეხლა დამთხვევა არის, რომ აქ რაღაცა ფურცელი აგდია? ერთი წუთით რა. დაინახოთ რა ხდება. ხედავთ? ორივე ხელი მჭირდება. ეხლა რა არის ეს, მაგრამ რატო უნდა იყოს ესეთი რაღაცეები ამ ეკლესიებში რა? აი ეხლა რა არის, იცით? აქ ხო ვარ არა და რატო მომიყვანა ახლა განგება არ ვიცი, მაგრამ აჰა ვნახოთ, ერთად ვნახოთ. აი ამ ადგილზე მომიყვანა და ნახეთ სანთელი როგორ არის ჩაღვრილი რა. ხედავთ ხო სანთელი აქედან ჩაღვრილი, აქ რაღაცა არის დამწვარი, მაგრამ რა არის ახლა ეს? არ ვიცი რა არის. რაღაცეებია აქ გაკეთებული. ფული ეს არ ვიცი რა არის. რატო უნდა იყოს ეს აქ? არ ვიცი. რა უნდა ამას აქ? შუშა. აი ეს რატო იყო მიფარებული ეს, არ ვიცი. მოკლედ რა.
ხედავთ, აი აქ დამწვარი არის რაღაც. ნახეთ რა არის დამწვარი. ეს აი ახლა ეს აქ რაც დამწვარია, ხო? არ არის სანთლები არის ერთიანად აღებული და მიმწვარი. ხედავთ, ხო? აქ კიდე არის რაღაცა ქაღალდი. ღმერთმა იცის აქ რა დაწერას, რა ეწერაზე, აქაც ქაღალდი. ხო, ну, თქვენც ხედავთ, რომ ეხლა მოვედი მე, ეხლა მოვედი და პირდაპირ აქ მოვედი, ხო? და აი ესეთი რაღაცეები, აი ესეთი რაღაცა, ეს ამით რო იყო დაფარული, ეხლა აქ ლურჯის სანთელიც ვნახე. აი ეს ლურჯის სანთელია. რა არის ეს? რა ჯადოებს აკეთებენ ჩვენს თავს? ხედავთ ხო? ამას ხედავთ ხო? ეს არის სანთლების აი თქვათ კარგი სანთლებს ადნობენ, აქ ამოიტანენ ნაგავს და აქ დააგდებენ? ანუ მე არ ვჯერ ახლა ამ კიბეებს ამოივლიან და აქ შეყრიან ნაგავს? თქვენ გჯერათ ახლა რომ ეს ნაგავია აქა? არ ვიცი რა. აქ არის რაღაცა რიტუალი ჩატარებული. ეს ლურჯი რაღაცა არის, რომელიც არ ვიცი, ნუ თავისთავად ლურჯს თავისი ფერი აქვს და ეს მეხუთე ჩაკრის ის არის ფერი. აქ ფულიც ნახეთ, ერთლარიანი რო იყო. აი, დაწეპებულია გზით. აქ ახლა ვიღაცა მოვიდა და შეაგდო ერთლარიანი? ახლა თქვენ გჯერათ რომ ეს ერთლარიანი შემწირველმა შეაგდო აქ? ეს არის ჯადო. რიტუალისთვის ჩატარებულია რიტუალი, ფულით საჭირო იყო რომ შეეწირათ, აქ მოიტანეს რაღაცა დაწვეს. აი ეს ნახეთ. პარკში ცელოფანში იყო. აქ ისინიც არის. ფურცლებიც არის, რაღაცეები. ზედ. ეს რა არის ღმერთმა იცის? შუშები. აი ახლა აქ შუშას რა უნდა, ხო? ბოთლით არავინ მოვა, რომ აქ გაუტყდეს შუშა. აქ კიდე თუ სადმე შუშა გადყდება, აქ არ შემომარდება თავისით. და აი ამასაც ვერავინ ვერ შედებს, ეს ალუმინი თავისი დანიშნულება აქვს ჯადოში და აქაც ეს თავისით არ შემოვარდებოდა, ხო? და მეთანხმებით კაბელები არ არის აქ აშკარად გაყვანილი. აქ ამ ადგილზე. ღმერთო ჩემო, ეს რეები ხდება აქ. და აი ის რა არის, იქ ვინ შეძვრა, იქ ვინ შეძვრა. იქაც რიტუალია ჩატარებული. ხედავთ, ხო? აი აქ, აი ეს ორი ცალი აგური რო ატევს ერთმანეთს. აი ნახე როგორ არის ეს ჩამოსული აქ. სანთელი, სადამდეა ჩამოსული. არა, აქედანაც შეიძლება ჩამოწვეთა სანთელმა, მაგრამ იქ რა არის? იქ რაღაცა არის. ღმერთმა გაანეიტრალოს, უკვე გაანეიტრალებულია ახლა ეს ჯადო. აქ. რაც გვაპოვნინა, ღმერთმა გვაპოვნინა. ამას ძალა აღარ აქვს. ასე რომ მეგობრებო, ჩვენს ეკლესიებს პატრონი არ ყავს. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის განან ბერები, არ ყავს პატრონი. აი ესეთი რიტუალები ჩვენს ეკლესიებში არ უნდა ტარდებოდეს. ნამდვილად აი აქ, სადაც ახლა ჩატარებულია რიტუალი, ხომ? ეს არის 100% რიტუალი ჩატარებული. აი აქ ახლა რაც ვიპოვე მე.
ეს იყო მიფარებული, აი ამ ყველაფერზე ეს იყო მიფარებული. აი ეს ლოდი. ლოდი გადაატრიალეთო, ხო გადაწიეთ ლოდიო, ხო თქვა ქრისტემ და აჰა, ლოდი გადაწეულია, შო. ლაზარე აღდგარია. ლაზარე აღდგა. გამოდი ახლა ლაზარე. ეხლა უნდა დაიძახოს ქრისტემ, გამოდი ლაზარე. და გამოვა ლაზარე. მე კი წავალ ახლა მეგობრებო. გაკურებული ვარ, გაოცებული ვარ მე რეებს მაკეთებინებს ღმერთი, მართლა გეუბნებით რა. აი ხა ამ ადგილზე მომიყვანა დღეს. არანაირი გეგმა არ მქონდა, არანაირად არ მქონდა, ერთადერთი ჩემმა მეუღლე მითხრა, შენც წამოდიო. მიდის აი ამ თებში მიდის, ხა აი აქ მიდის დასაზვერად. აი ამ ადგილებზე ეს არის ჭაჭუნას აღკვეთილი. ამ ადგილებში მე რო გეუბნებით ხოლმე ჭაჭუნაში ვართ მე ხშირად, ხო? ხო და მამაო არ არის რო კითხო და მამაო ვკითხავ, აი ახლა ავალ და ვკითხავ. ხო და რა არის იცით, მეგობრებო? მე არ მგონია რომ ახლა ამ კუთხეში შემძრალიყო მამაო და იქ დაედო სანთლები და იქ დაეწვას. აქ ადგილების მეტი რა არის, რომ თან ფულიც ჩაეგდოს იქ და რა ვიცი, რიტუალი ჩაეტარებინოს, არ მგონია რომ ეს გაეკეთებინოს რომელიმე აქ მაცხოვარ ბერს. გეუბნებით რა, დადიან ჯადოქრები და ესეთ რაღაცეებს აკეთებენ. ეხლა აქ ხო ხედავთ არ არის არც თვალყურს არ ადევნებენ ამოვა და რასაც უნდა იმას იზავს ვინც გინდა ის. ხო და რა არის იცით მეგობრებო? სად ვიყავი რაღაც უნდა მეთქვა. სად ვიყავი და ვიყავი იქ რომ ლოდი გადაგორდა, სიმბოლურად ეხლა ლოდი გადაგორდა. აჰა, რუსები აი. რუსები. აჰა, ამანაც ჯოჯო თქვა. ხედა ეს ქართველია და ზოგი რუსი. ლოდი გადაგორდა ეხლა სიმბოლურად. ლაზარე აღდგა. ლაზარე აღმდგარია უკვე, ლოდიც გადაგორდა და პრინციპში ხა რაღა გველის? გველის ის რომ გამოვიდეს ლაზარე. მაგრამ ჯერ უნდა დაუძახოს ქრისტემ, ხო? ქრისტემ უნდა დაუძახოს. ხო, ეხლა ქრისტემ უნდა დაუძახოს, გამოდი ლაზარე. კაი, წავედით, ჩავედით ეხლა. თან გაჩვენებთ აქაურ ადგილებს. ანუ ლოდის გადაგორებას ქრისტე არ აკეთებს. ლოდი გადააგორეთ, ლოდი უბრძანებს რა, იქ მდგომ ხალხს, ვინც იყვნენ მართა და მარიამი იდგნენ ძირითადად. იმიტომ რომ იმათ ძმის საფლავზე ვიყავით, მართა და მარიამის. და გადააგორეთ ლოდი ნიშნავს იმას, რომ აი ეს ალბათ ეს არის ძველი და მე კიდე ვიტყოდი რომ ეს არის ხელოვნური ეს ხელოვნურია აი ეს ხელოვნურია ოღონდ პროფესიონალურად ისე შესრულებულია რომ ვითომ კლდის ნაწილია. ეს არის ხელოვნური. თუ დაგამატა ჩამრთელო ხო და მეგობრებო რა საინტერესოა ახლა ეს
სად მოგვიყვანა ღმერთმა დღეს ჩვენ? აბსოლუტურად სპონტანურად და აუთენტურად მოგვიყვანა ჩვენ ხარ. დედოფლის წყაროს ელიას მთა. ხათო წერს. ლაზარე, აბა შენ გამატებს და თუ დაგამატებს? რამდენ სიბრძნეს ფლობ, დიდებული ქალბატონი ბრძანდები დალოცოს ღმერთმა შენ ქმარ შვილთან ერთად ასეთი შეგნებულ აზროვნებას გვაწვდი, მადლობა შენ და უფალს. მადლობა უფალს.